გამარჯობა გოგოებო, დაუბრუნდი ახალი ვიდეოთი და დღევანდელ ვიდეოში გაჩვენებთ თუ როგორ მოიხსნათ გელ-ლაქი, იგივე შილაკი, სახლის პირობებში ისე რომ ფრჩხილები არ დაიზიანოთ, რაც მთავარია. უკვე 3 კვირის არის ჩემი გელ-ლაქი, უფრო მეტიც პრინციპში და უკვე მოსახსნელია, როგორც ხედავთ. აქეთ მეორე ხელზე მესამე ტოპი და შესულია მწვანე ფერი, ჩემი თმის ტონიკიდან, ასე რომ არ გაგიკვირდეთ. ესე იგი, ერთ ხელზე გამოვიყენებ ახლა აი ესეთ აცეტონში დასრულებულ ბამბის დისკებს. უბუსუსო ბამბა არის უბრალოდ შიგნით, როგორც ვიცი, რომელიც არის ესე შეფუთული და მეორე ხელზე გამოვიყენებ სითხეს, რომელიც არ შეიცავს აცეტონს. ანუ ეს არის ჩვეულებრივი ლაქის მოსაშორებელი სითხე და თან შევადარებ, რომელიც რა დრო დაჭირდება მაგალითად მოსახსნელად. შეფუთვამდე რას ვაკეთებთ პირველ? ეს არის ტოპის, ანუ პრიალა ტოპის გადაკლიბვა, შედარებით უხეში კლიბით. ანუ ფრჩხილი ისე უნდა გადავკლებოთ, რომ საერთოდ არ დარჩეს პრიალა ზედაპირი, ამით უფრო გაგიადვილდება შემდეგ, ანუ უფრო ნაკლები დრო დაგჭირდება. ამ შემთხვევაში მე ვიყენებ 100-180 გრიტიან კლიპს. ერთ ხელს მოვჭი. ტვერი კარგად უნდა გადაფერთხოთ ხოლმე, რომ ნახოთ სიბრიალე დარჩა თუ არა, აქ უკვე ჩემთან აღარ ჩანს სიბრიალე, შესაბამისად გადავდივარ მეორე ხელის გაკლებაზე. ესე იგი დავაკვირდი და პირველ ხელს ცოტა დიდხანს ვიკლიბავდი იმ კლიბით, ამიტომ გადავწყვიტე რომ მეორე ხელზე გამოვიყენო 150 გრიტიანი კლიბი და უფრო სწრაფად გავალ ბოლოში. ოღონდ ეცადეთ რომ ძალიან არ დააწვეთ ფრჩხილს, იმდენი რომ უბრალოდ ტოპის სიბრიალე მოაშოროთ. დანარჩენს უკვე იზამთ შეფუთვით. მოვჭი ორივე ხელის გაკლიბვას და გადავდივარ შეფუთვაზე. შესაფუთვად ფოლგა გჭირდება, როგორც იცით. ესენი ჩემთვის ცოტა მოუხერხებელი აღმოჩნდა ცალი ხელით მეორე ხელის შეფუთვა. ამიტომ სახლში თუ გყავთ ვინმე დამხმარე, აუცილებლად დაიხმაროთ, თითქოს სწრაფად მოსჩებით. ამასობაში შეგახსენებთ, თუ არ გაგვთ ჯერ ჩემი არხი გამოწერილი, გამოიწერეთ, ანუ დააჭირეთ subscribe ღილაკს, გვერდით ზარსაც თუ დააჭერთ უკეთესი, რადგან ახალი ვიდეოს ადროსთვისაც ეგრევე მოგივათ შეტყობინება და არ გამოგრჩებათ შემდეგი ვიდეოები. გავიდეთ ახლობით 20 წუთი და მოიხსენი პირველ თითზე გაკეთებ პირველი შეფუთული თითი და გამოწმებ არის თუ არა მზად. ნუ მეტნაკლებად ემორჩილება ფუშერით მოშორებას, ოდნავ რა თქმა უნდა ძალის დატანება მოგვიწერს, ცოტა უნდა მივაწვეთ გელ-ლაქს. არავითარ შემთხვევაში ძალიან ძლიერად არ უნდა დააწვეთ ფრჩხილს, მით უმეტეს ვერტიკალური მიმართულებით ეცადეთ რომ ცოტა ცერად გეჭიროთ ფუშერი, ან ის ხელსაწყორითიც აპირებთ გელ-ლაქის მოშორებას. მოკლედ ნელ-ნელა აი ესე ვაწვევით და ხსნით მცირე ნაწილებად. თუ თქვენს შემთხვევაში მაგალითად აი ასე ადვილად არ ძვრება გელ-ლაქი, კიდევ ცოტა ხანი
დააცადეთ, მაგალითად 5 წუთი კიდევ, ან 10 წუთი, რამდენის დაგჭირდებათ, ანუ ძალით არავითარ შემთხვევაში არ აიხიოთ და აიწიწნოთ, რადგან ამ შემთხვევაში გელაქს შეიძლება უკვე მიყვეს ფრჩხილის ზედა ფენაც, რაც ნამდვილად არ გაწყობთ არც თქვენ და არც არავის. ამიტომ ჯობია 5 წუთით თუნდაც კიდე მეტხანს გაიჩეროთ შეფუთვა. შემდეგ უკვე დარჩენილი ბაზის ნაწილებს ვაშორებ 280 გრიტიანი ქლიბით, ძალიან მსუბუქად, ამასაც არ ვაწვევთ ძლიერად, რადგან არ ჭირდება დაწოლა, მსუბუქად გადავქრიბავ უხეში ბაზის ნაწილები რომ ვაშორდეს და შემდეგ უკვე გადავდივარ ვაფით მოპრიალებაზე, რადგან უკვე პირვანდელი სახე დაუბრუნდეთ ფრჩხილს. როგორც ხედავთ, შვენურად გამოიყურება ფრჩხილი, ზუსტად ისე როგორც მანამდე მქონდა, არანაირი, ასე ვთქვათ, აფრცხნილი ფრჩხილები, არანაირი აყოლებული ზედაფენა, ზუსტად ისე პრიალებს, როგორც მანამდე. ვაგრძელებ ზუსტად იგივე მეთოდით მოხსნას დანარჩენ ფრჩხილებსაც. გავიდე 20 წუთი და ვამოწმებ პირველად შეფუთულ ხელს. როგორც ხედავთ, საკმაოდ კარგად ცილდება, ამიტომ აღარ ვაჩერებ მეტხანს და ნელ-ნელა სათითაოდ მივყვები თითებს წინასწარ არ ვხსნი, ანუ ნელ-ნელა მოვხსნი ყოველ შემდეგ თითს. ამ ხელსაც ვაკეთებ იგივეს, ხსნი ფერს ფუშერით, ნელა, ანუ ყოველგვარი ძლიერი დაწოლის გარეშე, ფუშერი მიჭირავს ცოტა ცერად, არავითარ შემთხვევაში ვერტიკალურად და ძლიერად არ უნდა დააწვეთ და შემდეგ ვქლიბავ დარჩენილ ბაზის ნაწილებს 240 გრიტიანი ქლიბით, შემდეგ უკვე ვაპრიალებ ვაფით. დავასრულე მოხსნა მთლიანად, აი ესე გამოიყურება ფრჩხილები, შენებად გოხდათ. წავალახოთ ავიღან ხელებს, წავისვამ ნუნებისაც და კიდევ ერთხელ განახებთ. ესეც დაბანილი და აქვე მინდა გითხრათ, რომ არანაირად არ დამთხელებია ფრჩხილები, ზუსტად იგივე სისქე აქვს, რაც მანამდე ჰქონდა. რაც არის სწორი მოხსნის შედეგი. ახლა წავისვამ ნუნების ზეთს, რადგან
ანუ ნუნები ისეთი როგორც ისეთ ისედაც სასარგებლოა პერიოდულად რომ დავიტანიანოთ ხოლმე, მაგრამ განსაკუთრებით აი ასეთი მეთოდით შეფუთვით როცა ხდება მოხსნა გელაქის კანი ფრჩხილის გარშემო ძალიან შრება. ლოგიკურად რო დაფიქრდეთ, ახლა მასალას რას უშვება ხო ეს სითხე, ანუ როგორ შლის ნაწილება და შესაბამისად კანს რას უზამს, ამიტომაც გრძნობ ხოლმე წვის შეგრძნებას, სიმშრალეს, ქავილს, შესაბამისად აუცილებელია შემდეგ დატენიანება, იქნება ეს ნუნების ზეთით, ხელის კრემით თუ ასე შემდეგ და აუცილებლად უნდა შეიზილოთ ხოლმე ფრჩხილზეც, რაც მარტო კანისთვის არა, ასევე ფრჩხილისთვისაც სასარგებლოა ეს მოვლის საშუალებები. მოკლედ, იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ ვიდეო, იმედი მაქვს, რომ სასარგებლო იქნება თქვენთვის და გამოიყენებთ პრაქტიკაში ამ მეთოდს და გაითვალისწინებთ იმ რჩევებს, რაც გითხარით. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.